მაგიარია თუ მადიარი? გ. მე გს ხმარობს, და მადიარი არ ჯობია? მადიარი? ხო, იმიტომ რომ მაჯარ, ანუ ეს არის. დავარისერჩოთ. ან მე მგონი რომ ტაიონა ბაღდავაძეს ვფიქრობ, ეგ არის მკვლევარი ზოგადად რა. გეოპოლიტიკის, პროპაგანდის. ძია ვიღაც მკვლევარი. თქვენი ვიდების როგორც აღმოჩნდა. ეგ ცნობილი ძია ის თქვენი ვიდების რა რამე ახალია. კედელთან დგას. კომენტარი გააკეთა თქვენ მე გამომტოვა. თქვენაზე გააკეთ. ჰიგიენის პრობლემები გაქვთ. ჰიგიენის პრობლემები გაქვთ. ძალიან დიდი ბოდიში. არა, ჩაგვიგდეს ჩვენ საერთო ჩატში. უი, ბოდიში. და რაო? თქვენ ორს ჰიგიენის პრობლემები გაქვთ. სად არის რა? ჩვენ საერთო ჩატში. გაუშვა, გაუშვა. აღარ მინდა რა გოგოს გაშვა. არა, მე მინდა, იმიტომ რომ მე მოგას. აი მე დედა, აჰა, კაი. გაუშვით. ავი შეგვაყარე. შე როგორც ჩვენ, აი ჩვენ გადაცემას, როგორც თავი შეაყარე. ისი აი ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია რა. ვიძინოს ბოსტნის პატარა ცხოველებმა გადაწყვიტეს, რომ სიყვარული ამიხსნან, იმიტომ რომ ჩემი ჩერჩატული საუბარი თურმე ძალიან მოსწონთ და არაფერი გამოგივათ ბიჭებო, იმიტომ რომ ჩემთვის ადამიანის გარეგნობას და ჰიგიენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩანს, რომ ორივესთან სერიოზული პრობლემები გაქვთ. დეუნა შენ გეუბნება, რომ გაქვს პრობლემები გარეგნობასთან და ჰიგიენასთან. ხო, ანუ კომენტარის გარეშე რა თუ შეიძლება. კაი, კომენტარის გარეშე შეიძლება რომ დავტოვოთ, იმიტომ რომ მას მე რაც ეს თქვით ხუმრობით, ისეთი რაღაცები უთხარით, რაჟე შენ ამბობდი დამირეკავდნენო და ხვდები მართლა ეხა მოვისმინე და კარგი. ანუ ტაიონამ რაღაცა სოციალური ჰიგიენა თუ ზოგადად ჰიგიენა? ზოგადად მახინჯირო ხარ. ხო. ჰიგიენურად მახინჯი ხარ, გარეგნობით მახინჯი ბიჭი ხარ. კი. ო, ნუ გითხრა, ბოლო-ბოლო ვიღაცამ თქვას იმას. ეს მაშინ. საუბო, აი როგორც იქნა რა. აკაროლიტა დინასტიაში. არა, აი, ივან ვასილევიჩ სტრატეგია. კაროლიტა დინასტიაში, ცარგავარ დინასტიაში. ხო. იბატონო. ერთი გიჟი ქალიდან გადავდივართ თამარ შერგოლეიშვილზე, კაი. ამარა ბევრად ჯობია. მე ეხა ხო ინტერესი დაინახოს, ასე რომ რითიც მადიარმა არჩევნები მოიგო, ის ჩვენ უკვე გავწერეთ რეალურად იმ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზედაც ვთქვათ ოპოზიციური პარტია, 9 ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. ეხა გასაგებია რომ ამ პარტიებში რაღაცა რთულია პარტიები დაუძახო შეიძლება ბევრ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ჯერ არჩევნებშიც არ გავსულვართ და ეს ყველაფერი ჯერჯერობით დასამტკიცებელი გვაქვს, ამიტომ არ მინდა წინასწარ არაფრის ყვირილი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან კარგი დროა ეხლა და სწორი დროა იმისთვის, რომ რაც სწორი მიგვაჩნია, რაც სწორად მიგვაჩნია, ამაზე კონსენსუსი გავაფართოვოთ და დავიწყებთ კიდეც, ანუ 26 მაისის აქცია უკვე დაანონსებული გვაქვს, კამპანიაც დაანონსებული გვაქვს და ნახავს უკვე ამომრჩეველი ოპოზიციური ალიანსი და რა უნდა ვთქვათ? არაფერი არ უნდა ვთქვათ, მოგებული აქვს უკვე. მადიარმა როგორც მოიგო, მადიარ თულა კი არ მახსენე. ისეთივე ტაქტიკა და სტრატეგია აქვს დაგეგმილი და ჩერგო მოგიგებს არჩევნებს. მე ის რა მაინდა ანუ ეს აღვირახსნილი ლიბერალები, აღვირახსნილი პროვინციალები და შესაბამისად აღვირახსნილი ლიბერალები. ამ ულტრაკონსერვატორი მადიარის თუ მაგიარის წყლის გადმოსხმას რანაირად ნატრულობენ? მათ ხო საერთოდ არის. ხო, მაგრამ არ ბიჭო, ლიბერალიზმშიც ესეთი არათანმიმდევრულობა შეიძლება? მე შენ კარგი სტატია მე მქონდა ძალიან მომეწონა ეგ ბიგნება რომ სტატია. ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოები არიან მეთქი. ლიბერალიზმშიც კი ანუ ტიპები ბალეშიკობენ მადიარს, ულტრაკონსერვატორს, ულტრალიბერალები, იქ მადუროს მოტაცებას ვენესუელიდან, ტრამპს კი, даже ტრამპს არა, ამერიკის საელჩოს საქართველოში და ეგენი ეძახიან მე თავს საკუთარ თავს რომ არიან ლიბერალები. ვეტა გუმარდა. გაუშვათ. ნიკა გვარამია რომელიც არის კათამი უწოდებს გუში და ანგატონგა. ჩვენ ტემპერატურას არ ვზომავთ, ჩვენ გჭირდება ტემპერატურის აწევა. კიდევ ერთხელ ამბობ, ეს არ ნიშნავს არ ზომს. არც გადატრიალებას და შემდეგ კი ტემპერატურის აწევა ჭირდება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის გააქტიურებას. და კი, ეხლა უფრო დუნია პოლიტიკური პროცესი, ვიდრე ეს არის საჭირო. და ეს როგორ უნდა გამოსწორდეს? ერთად უნდა გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხმალაობას იქ პოლიტიკოსები არ აპირებენ. პოლიტიკოსები იქ ვიქნებით და ყველანაირად დავეხმარებით საზოგადოებას, რომ ბევრად უფრო კარგად მივიდეს ეს მესიჯი, ბევრად უფრო გასაგები გახდეს, რას ვაპირებთ, არ ვთქვათ ტყუილები, ან ჩვენ თვითონ არ მოგვიჩვენოს რაღაც და ლაპარაკობს 26 მაისზე, ალბათ. ხო, ნუ ხახუნით შეიძლება გაზარდოთ ტემპერატურა. ამ ორ ჩვენს შუაში იხახუნებდა. ხო, ხახუნით შეიძლება მე არა, ის იტირებდა. არა, მაგას სენდვიჩი ქვია.
ნაფიზიკოს არის ტემპერატურა იზრდება ხალხუნით. ჰოთ-დოგი და ის რა ქვია, მაიონეზიც იქნება და კეჩუპი. როგორ შეიძლება ხა ამან ტემპერატურა გაზარდოს? კეჩუპი და მაიონეზი. აი, ადამიანმა რომელსაც როგორ უღალატა, იცი, ეგრეთ წოდებულ პროპოზიციას, რომ ნაცები პრაქტიკულად ჯერ დაიწყო და მოკლა მელიამ და არა, ყველაზე მეტად მოკლა. ჩერგომ და გიგამ და მე ამან მოკლა. ყველაზე მეტად ჩერგომ მოკლა. კომარა ეს არა, მე ხო მოკლა. გაანძრო ჩიპიტელნიქს. ხო? ატუგებს. ტემპერატურას. თურმე სერიოზულად შეაქ ხომე აგდალური საგნები, ხო იცი? ციხეზე. ვერც ერთი ჩხეკა. ჩიპიტელნიკი ამოუღესო. ვერც ერთი ჩხეკა ვერ შველის. რენტგენი არ არის, არა. ტორპედირებს. ტორპედირებს. გარკვეულ მოლაპარაკებებს ტორპედირებს და საგნებს, აგდალოს. დიდი საგნებია თან. ინგა გრიგოლია გავხდი ძალიან მაგარსამოს. ინგა აი, ჩემი მაგალითად უახლოესი ნათესავი არჩევნებამდე 2024 წლის არჩევნებამდე მირეკავს ბიძაჩემზე ვსაუბრობ და ჩვენს ერთ ნათესავზე მეუბნება, რომ იცი რა, სოფელში ცხოვრობს, ეს ქალბატონი, ვიზეც მიყვება, აი ამბობსო, რომ აღარ შემიძლიაო რა, უნდა ვიცი, რომ უნდა შეიცვალონ, მაგრამ აი ომის მეშინიაო. მე ვუთხარი მაშინ, არჩევნებამდე სულ 2 კვირაა ბიძაჩემს ეხა თუ მიყურებს, გაეცინება, რომ ამდენი ხანი თუ ეგ ვერ მიხვდა რომ ეს არის კოცების პროპაგანდა თქო მაგას არაფერი ეშველება აი ეხლა ვფიქრობ რომ იქნები მე უნდა დამერეკა და უნდა ამეხსნა თქო გავაჩერდ მე მგონი ამის ახსნილზე უარესი მე მგონი ამან დაიჯერა როდესაც ჩვენ ვიგენშტეინის და სხვადასხვა თუნდაც პოზიტივისტი ფილოსოფოსების მიმდევარი უწოდეთ, არ ვიცი რა არ უწოდეთ, ხუმრობით რა თქმა უნდა, ცინიკურად, მაგრამ მე მგონი დაიჯერა. შევისა უნდა აუხსნა. შენი ახსნელი თავიდან ასახსნელი არის რა. მარტა ახსნა ნიშნავს, რომ შენ თვითონ უნდა იცოდე, რასაც ხსნი მინიმუმ წარმოდგენა უნდა გქონდეს. და პრობლემა რო არის საქართველოში იმის, რომ ხალხს ეშინია ომის. შენ უნდა ახსნა, რომ ეგრე არ არის. რა მეთოდით, რანაირად, თავარი წამყვანი თეზა თქვენი შმოპოზიციის ყველას უკლებლივ იყო ღირსეული სიკვდილი ცეცხლის ბომბების ქვეშ. კი ბატონო. ამაზე უარი არ გითხრათ, ბოდიშიც არ მოიხადეთ ამაზე. ბოდიში არ მოიხადეთ. არა, ბოდიში მოიხადეთ, კაც პირიქით აწვევიან იმას, რომ ეგ არის. მე თქვენი ტელევიზიის ტიპები მიდიან ირანის ელჩთან და რატო არ გვობაბო? იმენა საქმეს ურჩევენ. და აჩვენებენ, რომ როგორ აგერ დავარღვიეთ რაღაცეები, ხო იყო ეგა. ხო იყო ეგრე, რომ როგორ არა აგერ თვითნავი დაჟდა ამერიკული, აგერ დაგვარტყით ერთი ღმერთი გზა თქო რა. და ყველგან პროვოკატორები და მაიმუნები არიან ყველგან. და აი ურეკავს ეს ბიძამის. და აი როგორ წარმოგიდგენია ეგ ახსნა. რა ტექსტით ელაპარაკება და როგორ უხსნის რომ ომის საფრთხე არის ირეალური. და ესა მოგონილი. ეს გოგო არის წესიერი სამტრედიული ოჯახიდან, რა როგორც მე ვიცი, მამამისი და ბიძამიციც იქიდან არიან შრომელი ხალხი იყო რა. არ ვიცი ხა ბიძამისი არა, მამამისი ვიცი და ვიცი რომ საგად მოაზროვნე ხალხია და იმან შეიძლება თავისი მხრიდან უთხრა რაღაცა და არა ის მოიშვედია. ხო და ეს რაღაცა ის რო გამოვახდინოთ რა. თეორიული დაშვება, მოდელირება, რომ აი ეს ურეკავს ბიძამის და ცდილობს რომ აუხსნას და დააჯეროს, რომ ომის საფრთხე არ არსებობს რეალურად. აი რა ტექსტზე უნება? კოცების პროპაგანდა ეგა ომი არ მოხდება. ეგა ახლა. იმას იმ მაგას ხო ეთერში ყოველდღე ლაპარაკობდა. რატო ვერ დააჯერა? ეს ეთერში ყოველდღე ლაპარაკობდა, გადაცემაში რომელსაც ბიძამის ყოველდღე უყურებდა და ვერ დააჯერა რომ ეხიღო თქვი. რატო ვერ გაანეიტრალა შიში ომის? და რას ეტყვის და ამ ხალხს ხა რატო გაუხსნა ჰიპოთეტურ ხალხს შეიძლება არც იყოს ხალი. რატო გაუხსნა ომის შიში? პროპაგანდას კი არ დაუჯერა. რუკას უყურებს და ინფორმაცია შეძდის, რომ გარშემო ყველგან არის ომი. კი ბატონო. გია ხოხაშვილი. გაქრამის საქმე გაგეგულიოს. მე ძალიან გამიკვირდა რომ ინგა რუკას უყურებს და რამესავი გვყავს. არა, ინგა კი არა, ის ხალი. ვინც თქვა რომ ომის მეშინიაო. მაგის ნაცი. ხალი არა, ბიძა. არა, ბიძა ლაპარაკობს ვიღაც ხალზე. კაი, ამშულობა. გია ხოხაშვილი. დღეს ევროპაში რა ხდება დიდი ბოდიში მე მაქვს შეხვედრები ევროპელებთან ხო ეხა ნუ არ დავაკონკრეტებ ხო პოლიტიკურ კლასთან მოდით ესე ვთქვათ ხო სერიოზულ პოლიტიკურ კლასთან გააწყვილების მიღებასთან რო ახლოს არიან კი ბატონო ეს ხალხი იცით რას ამბობს ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ოპოზიციას მაგრამ სად არის ოპოზიცია კი ბატონო აი სად არის ხო თვითონ რაღაცას გაკეთება ხომ უნდა შეეძლოს ნახოთ გახდება თუ ეს არის თუ არა პირდაპირ ჩვენება აგენტის
რომელიც რეკრუტირებას ახდენს შალვა კოლონის წევრების. არის თუ შეგეგამათები ნახე დიდი ბოდიშის მოხდით. რა თქმა უნდა, სრულად გეთანხმები, რომ ეს არის აგენტის კომენტარი, თუმცა მე მგონია, რომ იგონებს ამ ყველაფერს. და არავით არის შეხვედრა ჯერ ევროპელ ძალიან მაღალ პოლიტიკურ კლასთან. ევროპაში აღარ არსებობს ეგეთი მაღალი პოლიტიკური კლასი კიდე. ორბანი აგერ ახალ არჩეული და მაღალი რეიტინგით არგულობს და გითხრა რომ არასოდეს თქვენ ქვეყნის საქმეში არ ჩავერევი და ჩამოსვლა მინდა. ვისთან აქ ხუხაშვილს ვისთან შეიძლება კონდეს რომელ კლასში? თუ ჩემი ძმა ხარ. გაუშვათ აბა ჰეგელია. აი ამას არ. და ეს რატო არ გაუშვით ვადო? ვარდენი გაუშვათ კი ბატონო. ვარდენი გაუშვათ. რაღაცნაირად ის ფრაზაც გაჩნდა და ჩვენ დავწერეთ ეგ ფრაზა პირველად სართულმა რომ უნგრეთის წყალი გადმოგსმოდეს და ეს არ არის მხოლოდ იმასთან დაკავშირებული რომ და პირველ რიგში ეს არის რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს ორბანის და ოცნების რეჟიმი არის რაღაც იდენტური ერთმანეთთან და ძალიან ბევრი მსგავსება აქვს რაღაცა როცა ჩავხედე ამ ყველაფერს ეს ძალიან კარგად ჩანს მაგრამ წყალი უნდა გადმოსმოდეს რა რაღაც ნაწილშიც აი მე მესმოდა რომ იყოს საუბარი ქალბატონელანა და ზოგადად ბევრი ოპოზიციონერი საუბრობს არჩევნებზე აი უნდა შეხვიდე არ შეხვიდე მაგრამ მე მაგ აქ ცოტა სხვა შეკითხვა რა და ნებისმიერთან ანუ რაღაცა ძველი ქართველი პოლიტიკოსის რაღაცა სულ ამდენი ხანი ეხა ამის ეთერში ხო და არ მინდოდა ვინ ჩემბეხები ას ბოდავს ას როშავს ბოდვის რა ის არის თან იცი რა არის ის არის რა ქვია ცოდნაც აკლია და არის რაღაცნაირი ტიპი. არა, რაღაცნაირი ტიპია და უნდა რომ იყოს ისეთი გაქეკილი ტიპი და ვერ გამოდის რა. ამდენი ხანი ილაპარაკა და ვერაფერი ვერ გავიგე რა თქვა. წყალი უნდა გადმოსმოდესო. მაშინ აი ჰეგელია გაუშვით რა. გაუშვით რა ის ჰეგელია მაგაცი რა. გავიგე ხა მე გეკითხე მომავალში რა უნდა ვქნათ მეთქი. გეკითხე მომავალში რა უნდა ვქნათ. მომავალში მოხდა უნდა ვისწავლოთ. ყველა კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო. აი კონკრეტის წყალი გადაგვესხასო და მე გუშიას კონკრეტის ტვინი გადაგვესხას. ახლა იგივე ხალხი მეუბნება კონკრეტის წყალი გადაგვესხასო, რომელიც მიმტკიცებდა რომ არჩევნში თუ შეხვალ რუსულია გაყალბებულ სისტემაში რა აზრი აქვს და ეხლა მადიარი მოსწონს. მოდი ჩამოვყალიბდეთ რა. ან ერთი გზა უნდა მოგეწონოს, ან მეორე. მე მადიარის გზა, იმიტომ მომწონს რომ მაგზის წამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მე რა. მადიარი იყო ორბანის მოკავშირე 2 წლის წინ. ვინ ხართ მადიარის ფეხის ფშილის ფასი იდიოტებო თქვენა რა, მართლა რა. ვინ ხართ რომელ ეს ხო არ გონია მას თავი რომ განსაკუთრებული ქარიზმა აქვს ან რამე იცის. და ეს ისე ამბობს თითქოს მე ვათქმევინე უარი საპარლამენტო მანდატებზე. იმ საქართველოს რა უთხარი, ვინც ოდესმე რომელიმე კონფიგურაციაში, რომელიმე სამყაროს, რომელიმე კოსმოსის კონფიგურაციაში გრიგოლ გეგელიას ჩაბარდება რამე გადასაწყვეტად. იმ საქართველოს რა უთხარი. და ეგეთ საქართველო არ იქნება. არა. მოდი აი ბუღაზია ძალიან კარგი. აი ბუღაძეც ანალოგიურად უერთდები იმაზე. გაუშვით. ბუღაძე დიდი. მაშა, ისე როგორ ფორმაშია ეს ხალხი, ოპოზიცია? აი რასაც უყურებ, ხო? როგორ ფორმაში არიან? იცი რა არის? მე მგონი ახლა ყველანი ჩვენ ვეძებთ როლს ვეძებთ. ხო, იმიტომ რომ დისკურსები იკარგება, ის დისკურსი, რასაც შევეჩვიეთ, ის როლი, რასაც პოლიტიკამ შეაჩვია ეს ადამიანების მედიამ, ეს როლები გაქრა. იმიტომ რომ პოლიტიკა აღარ არის. შევაჩეროთ რა კომენტარს, აი ინგამ ესე იგი დისკურსი და ეპისტემე იცის, აი ეს ორი საკითხი არის ინგას თემა. მასე. იმიტომ რომ მე მართლა დისკურსი და ეპისტემე. ონტოლოგიური საწესებზე და ნარატივის და გნოსეოლოგიაში დისერტაცია დასწრული აქვს. ხო, მაგრამ ხელში უჭირავს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. და სათვალე და მეტი რა გქონდა. კიდე იმის იქით კოპენჰაგენი კი არა, კიდე უფრო ის. მეტი რითი უნდა დაამტკიცოს, რომ ინტელექტუალია. მეტი ვერ. კი, არა, დისკურსი და ეპისტემე მე ვაფშე ინგასგან გავიგე. ეპისტემე გაიგე შენ დისკურსი ეპისტემე და დისკურსი ბუღაძესგან არა ნოდარ მელაძისგან გაიგე ნოდარ მელაძისგან ეპისტემე გაიგე ამ გეშლება ხო არა აი ეს ლაშა იმეორებს უბრალოდ კი კაი თინა ბოკუჩავა iPhone-ი yes ოიდა აბა აი არის დაგვანახე ყველა თვალსაზრისით ენა მამული სარწმუნოების თვალსაზრისითაც მათ შორის და უმეტესწილად რაც საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ყველაზე წმინდა ღირებულებები იყო რისთვისაც ამდენი თაობა იბრძოდა ხო და სამწუხაროდ ოღონდ ოპოზიცია რაღაცნაირად მე ვფიქრობ რომ აქაც მაინც აი
ერთობლივი მესიჯის პრობლემაც შეიძლება არის ხოლმე, რომ ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ამ მოედანზე შევიდეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არა, მე არ ვარ უღმე. ლიდერი ერთი ყავს ციხეში, რომელიც ეკლესიაში დადიოდა კაიფში და არანაირი სინანული არ გამოუხატავს. ყველა მთელმა სოფლიომ ნახა ეს კადრები, просто მაგარი ანგრიულ კაიფში ღმერთი. საეკლესიო დღესასწაულებზე ან მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მიდიოდა. ერთ რაღაცა ჯგუფში ხართ, გაერთიანებაში, გაერთიანებული, რომელსაც ლიდერი ყავს ჩერგო და ბოკერია და ბოკერი არასდროს არ მინახავს, თითქმის არ მინახავს, ალბათ შეიძლება არსებობს ეს კადრები. სანთლით ხელში არასდროს. პირიქით, მე უფრო მეცად მამარუსუდანთან არა, მე უფრო მეცად დავამატებ. არა, მე უფრო მეცად დავამატებ. ესე იგი ბოკერია და ეს გახრწნილი საზოგადოება აქეთა ფლანგი ეს ლევარაბიშვილები და არა ეს ლევარაბიშვილები და ალბათ ნეოკონების ფეტიშისტები ესე იგი ბასტურბირებდნენ რეიგანზე ძალიან არ მინდა რომ ისე გამომივიდეს მაგრამ გამო რეიგანზე არა მარგარეტ რელიგიურ დღესასწაულზე თქვი და ერთ-ერთი რელიგიური კონფესია უნდა თქვა კათოლიკურ შობაზე არა რა კათოლიკურზე არა კი მამა რუსუდან როგორ იყო და მე მამა რუსუდანი არ არის კათოლიკე ხომ არა დადიან იქ თქო ეგ მყავს ეგენი ნანახი მისულები ბედნიერი სახეებით აი როგორი სახეებით იცი რომ აი პროგრესს მივახციეთ გაბადრული სახეებით აი ეს აგე აი გაუშვით მამა რუსუდანი ყოაზე ხარ მამა რაგინა ეზიარა პაходу აზია რა ალბათ რა ვიცი შორტი ოზნაე და სერიოზული ხო და გიგა ნახე არ გვინდი ხარ შენ ხარ ცუდი კაცი და ცუდზე არ არის ბიჭო ადამიანი ამბობს ხა შენიშვნის სახით თქვა რომ ჩვენო მაგასო ვერ ვახდეთ მაგის დემონსტრაციას და რა დემონსტრაციას ახდეთ პირიქით დადიხართ რაღაც გავუკავოთ ეხა ჩაგიგდე ძმო ჯაქსალიზმის უახლესი მანიფესტი აი სიგოიმის და მართლა აღვირახსნილი პროვინციალიზმის და გავიდა ყველაზე უდონო ლიბერალიზმის გამოვლინო. სათაური უნდა წაიკითხო აქ რა არის? წაიკითხება. პროტესტის მონაწილეებმა ერთმანეთს უნგრეთიდან ჩამოტანილი წყალი გადაასხეს. მადლობთ. ხო, ნუ აი სხვადასხვა ჯადორო გაკეთონ არ უნდა. არ მინდა უნგრეთს კადრო. სხვადასხვა იქ გარეთ მართლა ეგ ხალხი დგას რა, ბევრი ადამიანი მე ვიცნობ მაგათ. არიან რომლებიც ესე იგი ჩამოთრეულები. არა ჩამოსულები ანუ როგორი ტიპები იცი აი ზოგი არის ინგლისურის მასწავლებელი პროტესტის მონაწილეებმა უნგრეთიდან ლაფი ჩამოიტანეს თავზე დასასრულად თუ მართლა მათხოვრები ესე ან ჯერ პერფორმანსის ჯაქსალიზმი რომ წყალი გადაერხო ყველაფერი უნდა იმას წყალია და მოდი დავისხათ უნგრეთის წყალი და ეს რელიგიური ეს იქნება სერიოზული ჰედლაინი ქართულ მედიაში და ამით აღდება ახალგაზრდობა და დაგვიდგება გვერდი რა გინდათ ისი თქმა გინდათ რომ ის რა ქვია მარიამ მეყანწიშვილი რო შეხედავ არა ეს არის მაგარი მოტვერკავია ხო ეს არის ტიპი და ის შენ ეგეთ ტვერკს ვერ იცეკვე ვერასდროს კუტაბიჭი მე და ერთი წამი რატო მან ერთადერთი ამათ წამლად ყავდათ ნანკა კალატოზიშვილი კიდე რომ შესახედად რაღაცა არის მაგრამ ნანკას ეთყობა ტვინი გამოეტუმბა რაღაცისგან და სხვა რამის გამო იყო კიდე მან გაგიჟდა აი ერთი წესიერი ტიპი და ამის ახალი აქცია კუტაბიჭი და ეს ლაზარე უნდა მქონდეს ილუზია რომ იგმაურებ ხარის პროპაგანდა არ იარსებობს. არ უნდა მქონდეს ამის სულ. როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი. იქამდე სანამ ეგ არ ჩამოინგრება, ეგ იარსებებს. შეიძლება უარესადაც იარსებოს და კიდევ უარესად მივიდეთ. პოლიტიკა ხალხს დაკეთები აქვს. საუკუნეების წლების დაწლების ისე რომ მის ერთ ნათქვამს მის არ უნდა მქონდეს ილუზია რომ ჩვენ გავქრებით. გასაგებია. კუტაბიჭი არ დადის შალვა აქციებზე და არ არის აქციები. რო იყო მისული მე მგონი დაუძა. ადრე იყო. ხო. აქციებზე არიან ლაზარეები მარიამ მეყანწიშვილები ვიღაც გაურკვეველი ისინი რა ქვია ის აი ბიჭი რომ მიდის ძალიან მაგარი ვიდეო როა აკაცუკები კი არა ისო მაიმუნები აქ არიანო და ისინი ზომბები რომ მოდიან გამოჩნდა ხო ეგ არის აქცია ის საწავი პატარა მაიმუნი საწავი პატარა მაიმუნი იქა მოკესტილია მე მგონი რავი რამდენი არ გამოჩენა პატარა მაიმუნს კი გავახავდა კაცი მეგობრებო შეხედეთ რა
აი, სალომე ზურაბიშვილი, გავუშვით, ეს გავუშვით. ბავშვობაში დედა ენა ჩემთვის ერთდროულად ქართულის ავლის. კაი, ნუ გააგზე ბავშვობაში, დავამდავრე. დედა ენის წირო ბავშვობას წერ. ბავშვობაში. ფაქტობრივად ამაზე დაიწვა სოროსის ფონდის ხელმძღვანელი ლომაია. და ბავში დაწერა? ბავში. შივა. და ანუ აგენტებს მაგრამ მოშივა არის სვათრი ნაცური ინტელექტუალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლური სიტყვა. ანუ ნაც აგენტებს. რა ქვია მაგზმას? მაგზმას ჭიაბერაშვილი. ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილი. მე მახსოვს ჭიაბერაშვილმა გურის გამოუცხადა ფილოსოფიური პაექრობა. მართლა? ანუ ეხა აზრის გიგანტიო, აქო მე ვარო და აბაო, შენ თუ ფილოსოფოსი ხარ და ამიდექიო. მეზობლის კურდღელივით გამიქცა. თუ მოშივაო, ერთი ორჯერ. მოშივას შენ რა პასუხი გაქვს, ვერ გაეც ვერანაირ პასუხი. გალახვა ეგარო, ფილოსოფიური ჰემინგუეი. ეს გადავიდა ლახმაჩობაზე. ის, კაცო. ეს კი არა ის. რას მე ლახმაჩები არ მიყვარს. არა, ჭიაბერაშვილი გადავიდა. მოკლედ თვითფასო მეგობრებო. არა, მე შენზე ხო არ მიყვარს, კაცო. ეს ნაცვალსახელი არასწორად თქვი, ბოდიში მაპატია. კაი. გვაქვს ახლა ძალიან საინტერესო ვიღაცები. თენგო თევზაძე, თენგო თევზაძე არა ის აი თენგო საინტერესოა. ვაფშე აღარ გვინდა რომ გაუშვათ. რამე ძალიან მაგარს თუ არასოდეს აღარ არის. ეხა არ არის რაც სტრიპტის თუ არც ეკვა. ბოტკოველი გვაქვს. ბოტკოველი. უბრალოდ და გამოცადოთ მაგიტო რომ იცის თუ არა ბაჩომბინა. ბოტკოველი არის ბაობაბების სკანდალის გადაფარვაო. რაფერის სურდათო ჭაღარა. ჭაღარა. კაი. ამდენი იმის მერე დამამახსოვდა როგორც იქ. ხო არა. მაგრამ მეორე ვინ იყო? ბოტკოველი და ხომერეოდა, ვიღაც ბოტკოველი ვიღაცა მეშლებოდა. ბოცო და ის. ბოცო და ის. ბოცო გვაქვს, გავუშვი ბოცო. ბოცო გვაქვს? კი, გავუშვით. იგავ. საცილები დიდი რამ დგას ახლა ვიდრე პარტიკულარისტული ინტერესები, ვიდრე პარტიული რაღაც მისწრაფებები. გაცილებით დიდი რამ არჩევანის წინაშე დგება საქართველოს და მას აქვს უკვე მაგალითები იმისი, როგორ შეიძლება დაამარცხოს ის უტიფრობა, ის სიყალბე, ის სიცრუე, რომელიც თემისოფლიოსათვის ნაცნობია. ესე იგი ერთ რაღაცას ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა როგორც პარტია მარტო მაგიტო არის სასაცილო, რომ ბოცო არის ნაციონალურ მოძრაობაში ინტელექტუალი. ანუ მართლა ჭიაბერაშვილი? ანუ ნახე ბოცო მართლა ინტელექტუალია. ჭიაბერაშვილი? ბოცო მართლა ინტელექტუალია. რადიო თავისუფლება. ანუ ბოცოს მართლა. ბოცოს ინტელექტუალიზმი. არა, მართლა არის. მე ბოცოს ვერ ვაციტირებდა. ჭიაბერაშვილს აქვს ციტირების ინდექსი. სამართლმო პარტია, მაგიტო ჭიაბერაშვილს სერიოზულად. მაგარი ციტირების ინდექსი აქვს. შენ პროჭიაბერაშვილი ხარ? მე პროჭიაბერაშვილი. არ მართლა ჭიაბერაშვილს რომ შეხედავ, მანდ უნდა მიხვდე, რომ არ არის კარგად. ნუ აი თეონას ის ხოდა გაწდება კიდე ერთხელ. შენ ვიზე რას ამბობ გეტყვის? თეონას? დაიონა ბოდიში. აუ, კაი, მაგ გოგოზე აღარ ილაპარაკო. არ ვლაპარაკო. და ბოლოს დავამთავროთ რადიო თავისუფლებამ რომლებრივად და დღეს დაიონა, კაროჩე მოგწერდა. გიჟი უბრალოდ ხარ, მე ხელი მომდიმარეს. გიჟი უბრალოდ ხარ, გიჟი უბრალოდ ყავს თვითონ რადიო თავისუფლებაო და წერა, რატომ გადაწყვიტეს Z ბლოკერებმა პუტინის პირში უზრახონ და რომელი ბლოკერია, იცი, რომელიც პუტინზეც უწევს, აჩვენეთ Z ბლოკერებმა? ხო, აი ეს გოგო, ბონია, იცი, ცნობილი ნაშა. Z ბლოგერებმა. წესე Z ბლოგერი რატო არის? ცოტა გამხელი ჯობს, მეც მაქვს ნანახი, ამის ბლოგები არის. თავიდან ბოლომდე, ესე იგი, კოსმეტიკის თუ რაღაცის, რა ქვია მაგას? მეიკაპ არტისტი. არა, რაღაცა beauty-ის თემა აქვს. beauty influencer. და ისეთი გოგოა რა, არანაირი ფაბრიკას ბიზნეს ტიპი იყო და არანაირი ხა სერიოზული მაგას არ მოეთხოვება და დაიჭირა იმან რა, რადიო თავისუფლებამ და რაღაცა თქვა პუტინზეო რა. რადიო თავისუფლება არის გამოცემა, ქართული ფილიალი, რომელმაც დადო საკამოძიებო ჟურნალისტიკა იმასთან დაკავშირებით, ღალატობდა თუ არა ერეკლე მეორეს ცოლიო. აბა ბიჭო. გახსოვს შენ ყველაფერი? სერიოზული. აი, მაგის მე ეს რატო გიკვირს? აი, საერთოდ რატო გიკვირს? კაი. რამე მოშლია რაღაცა. ტრამზე შეგვიძლია რაღაცები თქვა, მაგრამ არ ღირს დღეს. რა მოხდა რომ ისეთი რო თქვა? არაფერი. კაი, ამოიწურა ჩვენი მეგობრებო. და ხვალ ერთი წამი სანამ ამოიწურა გიორგი სიორიძე ვინაა? გიორგი სიორიძე. ვინაა? ლელოს წევრია. არ ვიცი. ეს ყურში გითხრეს. ისე არის თორე შენ იცოდი?
არა პირველად. ნახე როგორი ისაა გიორგი სიორიძე, ზოლას ყოველთვის აქვს აზრი. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალე მეგობრებო, ბიჭებო, თქვენ მიხარ ძალიან მნიშვნელოვან დავალებაზე. დღეს არ ქალაქში და ჩვენ ხვალ მივიდივართ სავალე სამუშაოებს, არა მართლა ხო მიდიხარ და მინდა გითხრათ რომ მე 3 წლის წინ რობიტ კოსტურუასთან გადავიღე ინტერვიუ და ხვალ სამდაკოს ეგიდით გავუშვებთ ამ ინტერვიუს როგორც ადრე გავუშვით იაგოსთან, იაგო გიჩთან ჩემი ინტერვიუ ახლა გავუშვებთ ჩემს და რობერტის ინტერვიუს. ზუსტად ახლა ამ კონტექსტში სადაც ერთი ამბავი რატეხილა ვეფხის ყაოსანი და ჰაი და ჰუი. ნახოთ როგორ საინტერესო იქნება რევიზია ამ ინტერვიუს. კარგად ძანდებოდეთ, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ორ შაბათს. ნახონდის. მადლობა ყურადღებისთვის ორ შაბათამდე.